ნინო და მიშა მძველი რადიო დაგიბრუნდით პატარა მხატვრებთან ერთად და როდესაც ჩვენთან ბავშვები მოდიან ის დღე ნამდვილად დღესასწაულია ნენე ზალიშვილი ანა თოთაძე დეიდასთან ერთად ირმა ჭელიძე დღემშვიდობის ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და აი მართლა გვიხარია იმიტომ რომ როდესაც მოდიან ბავშვებს მოგაქვთ მზე მოდი ასე ვთქვათ მოგაქვთ სითბო სიყვარული და გარდა ამისა არაჩვეულებრივი ნამუშევრები და აუცილებლად უნდა ვთქვა როგორ აღმოვაჩინე ეს პატარები ნენეს მამიკო არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი გარდა იმისა რომ ჩვენ კოლეგები ვართ მეგობრობთ და Facebook-ზე შემთხვევით ნახე მისი ქალიშვილის ნახატები და არ ვიცოდი ჩემ და სამარწმუნოდ იმ წუთშივე დავურეკე და ამას მიმოვდი თქო. და მეც გადმომიგზავნენ ამას შეხედეო და მეც ნახე. მისას გადაუგზავნე ნამუშევრები შეხედე მეოთხარი პატარა 12 წლის გოგოა და როგორ ხატავს თქო და თან მერე ნუ რა თქმა უნდა უკვე დავუკავშირდით თვითონ ნენეს და მერე აღმოჩნდა კიდე ის რომ ნენეს დეიდაშვილიც ანაც არაჩვეულებრივად ხატავს. მოკლედ მოვყევით ამბავი და იმასაც ვიტყვი რომ ეს არის ფაქტიურად ოჯახური ტრადიცია, ხო? ირმათი მოგმართავთ და ოჯახში ანუ ხატავთ და ზოგადად ძალიან ესეთი ნიჭიერი ადამიანები მორიდებულები ხართ როდესაც თქვენ გაგესაუბრეთ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს მე მხატვარი არ ვარ რომ მითხრა უბრალოდ ჩემთვის ხატავ ბავშვებიც ხატავენ და როგორც ვიცი დიდი ბაბუაც ხატავდა ჩემთვის ესეც სიახლე იყო მამიდამ გითხრა რომ დიდი ბაბუა ხატავდაო ისიც ახლახანს გავიგეთ ესე იგი გენეტიკა მაინც თავისაშუება და ეხლა დავიწყოთ ბავშვები იქ სულ დეიდები და მამიდები ანუ ეგრევე პანდემია ნენე და როგორც თქვი შენ ნამუშევრები რომ ნახე აღფრთოვანდი და გახსოვს ის პერიოდი როდის დაიწყე ხატვა ზოგადად ბაღში რომ მივედი მე უკვე მივხვდი რომ ხატვა ძალიან მიყვარდა და ვიცოდი რომ მხატვარი უნდა ყოფილიყავი ანუ უკვე ბაღის ასაკიდან იცოდი რომ მხატვარი უნდა ყოფილიყავი. პანკრით ხატავდი თუ უკვე საღებავებით. თავდაპირველად. ხო, პანკრით. ჩვეულებრივად პანკრით ხატავდი და პირველი ნახატი თუ გახსოვს? რა დახატე პირველად? მუზეს დახატავდა. მე მგონი არ მახსოვს. მე მგონი არ მახსოვს. ეტყობა ძალიან პატარა იყავდა და იდა სხვა არ ახსოვს. რაღაც უფრო ყვავილები, აი რაღაც უფრო ესეთ უფრო ყვავილებს და რაღაც უფრო მარტივ ფორმებს ხატავდა ხოლმე ალბათ. ესე მახსოვს. დიახ, კარგი. და ამასობაში მიშა ხო, ისეთი კარგი ნამუშევრები არითიც გინდა რომ დედიკოთი და მამიკოთი ეს ნახატი მომწონს ძალიან და შენ სამზარეულოში ნენე შემოგვახედე, ხო? ნუ ზეთში ხატავ, ხო, მაგრამ მაინტერესებს რამდენ ხანს ხატავ. თვითონ აი ეს რაღაც мотиваცია კი არა და არაუშავს მე თავარია ნახატი ჩანდეს, არაუშავს მე თუ არ გამოვჩდები მომეცეთ ეს ან ინსპირაცია. ამ შემთხვევაში ალბათ დედიკო და მამიკო, ხო? ინსპირაცია. მე არ გამოჩნდები, ჯობია შენ გამოჩნდე, ხო? და შემოგვახედე სამზარეულოში. ზეთი, კაი, აი ფერები. როდესაც იწყებ ხატვას, ფერებს თავისთავად სვავ თუ უკვე წინასწარ იცი განსაზღვრული გაქვს. არაჩვეულებრივ მიშა წუდავს ჩანს. ფერები. აი ფერებზე არის აქ აქცენტი. აი შიგადაში ხატვას რო იწყებ, ფერებიც მოდის. დიახ. კარგი და აი ეს ნახატი მე ძალიან მომწონს. დედიკო და მამიკო არიან, ხო? კი ბატონო, რამდენ ხანს ხატავდი? სადღაც 3 თვე მოვუნდი. 3 თვე მოვუნდი ერთ ნახატს. ანუ რამ ყოველდღე არ ხატავდა, რა თქმა უნდა და ამიტომ. დიახ. ძალიან შრომატევადი. კაი, ყოველდღე არ ხატავდი, ამასობაში სწავლობ. კი ბატონო, მოსწავლე ხარ. მე ვსაუბრობ ძალიან ბევრს და თუ შეიძლება პასუხი გამეცი. ანუ ამასობაში ალბათ დადიხარ, არ ვიცი, ცეკვაზე, სპორტზე, ენაზე. მხოლოდ ხატვაზე დავდივარ, ანუ სპორტზე არ დავდივარ არაფერზე. მშვენიერი, ესე იგი მე ვფიქრობ, რომ დედიკომ და მამიკომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ რისი ნიჭიც გაქვს, ანუ იმის განვითარება ხდება. იდეა როგორ მოგივიდა ამის დახატვის. დედას უნდოდა რომ აი ზოგჯერ ნახატებს მიგდებს ხოლმე და აი რაც მოსწონს იმას ვუხატავ. ესე იგი შენ შეგიძლია გადმოხატვაც. კი.
გამომდის კარგად. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის დედიკოს იდეა. შეიძლება დავამატო. აუცილებლად. იცით, რაღაცა იდეა მოზდის, რაღაცა ჩანახატი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავისას ძალიან ბევრს ამატებს. ფერი, რაღაცა განსხვავებული შუქები, ეს უკვე ძალიან ბევრ ამის უკვე თავისას იმაშვება. თორე რაღაცა შეიძლება აი ზუსტად კოპირება მაინც და მაინც არ გამოზდის. კი ბატონო, და ზუსტად ეს არის ნიჭი, ხო, როდესაც თან დედასაც აღარებს და თან კი ბატონო და აი ეს მომეწონა მე განსაკუთრებით. ეხლა ახალი ნახატია თუ ეს ახალია. ეს არის ესე იგი 12 წლის ბავშვის ნახატი. ესეც არის ვინმეს მოწოდებული იდეა თუ შენი? დედას უნდა და ყვავილები და ესე აი უფრო ესე იგი დედიკო არის მთავარი გმირი, როგორც ვატყობ და კი არის სტუდიაში ზის, მაგრამ არაფრით ესე იგი ეთერში არ შემოვიდა. ანუ დედიკო არის იდეების მომწოდებელი. შვენიერი და დედა ხატავს? არა. მიშა, მომეცი, შენ წვალობ და მე ვანახებ ძალიან კარგად ჩვენს მაყურებელს. და არ ხატავს, მაგრამ იდეებს ძალიან უზიარებს ხოლმე, რაღაც იდეებს აზიარებს დედა ძალიან, ესე იგი, რაღაცას დაინახავს, რაღაც მოეწონება, ნენე დამიხატაო და აქედან მე ნენე დგას და ხატავს. და ამასობაში დრო გარბის და ანნასაც უნდა ვკითხოთ. ანა, შენ ხარ 10 წლის. და აი ანამ რომ გვითხრას, აბა რას ხატავს, როგორ ხატავს, რამდენ ხანს ხატავს? ეს ჩემი იდეებია, დამაქვს ტელეფონი და იქიდან ვირჩევ ფოტოს და ვისაც მინდა იმას ვაჩუქებ და ამ ბოლო დროს სხვაებსაც ვუკეთებ და ეს ფერები სხვადასხვა ფერად მე მოიფიქრე. ის ვარსკვლავებიც მე დავამატე იქ ფოტოში და ჩემი მოფიქრებულია უმეტესი. და დედიკო რას გეუბნება? გისწორებს ხოლმე, როდესაც მუშაობის პროცესში? არა. არა, არ მიშმუშ. ან აქ რაღაც ისტორიასავით არის, ხო? ცოცხალი აი ვიღაცა ცხოვრობს ყვავლი. გამოდის და დიახ. თვითონ სახლში ყველა აცხობს რაღაც აცხობს? დიახ, და ბუხრიდან ამოდის. შვენიერი და ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარია, მე თან დეკორები ისე მიყვარს. აი ამის ისტორია რო გვიამბოთ. ეს მოკლედ ამის ისტორია ესეთი, ანას რო უთხარით, რომ ნენეს გამო მივდივარ სტუდიაში, ქალბატონ ნინოსთან, მითხრა მაჩვენეო. და რო ვაჩვენე ვიდეოები თქვენი, დედიკო, აი მაშინ რომ მოვაგროვეთო, მოდი გავუკეთებ ნინოს. ანუ ეს ნინოსთვის არის შეგნებული. წუხელი დაჯდა და გადაწყვიტა, რომ აი ნინოსთვის ამას გავაკეთებ და საჩუქრად ვაჩუქებ. აი ძალიან დიდი მადლობა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ნახატები, მიხედვით იმისა, რომ ეხა არ ვარ პროფესიონალი, მე ვფიქრობ, რომ თვალი მაქვს და შემფასებელიც ვარ და დეკორებიც და ამასობაში კიდევ მივიღე ერთი ძალიან ძვირფასი საჩუქარი. ეს დაჩიკოსთვის ეს არის და ეს არის ნენეს ნამუშევარი და ნენე მე შენგან ამას წავუღებ დაჩიკოს სამახსოვროდ და ვიცი რომ მას ძალიან გაუხარდება. მადლობა ანასაც ძალიან დიდი მადლობა და ეხა ამასობაში სტუდიაზეც უნდა ვისაუბროთ. ნენე ვიცი რომ დადიხარ სტუდიაში. ძალიან ლამაზია. მადლობა. კი. და აი რამდენ დროს ატარებს სტუდიაში, რამდენ ხანს ხატავ? როგორც თქვი, თვითონ ახაც 3 თვეს. ხო, კვირაში მაქვს 2 ჯერ ხატვა და 1 საათია. 1 საათი. ამ 1 საათის განმავლობაში ვფიქრობ, ბევრ რამეს ასწრებ, მაგრამ შეიძლება ვერც ასწრებ, ხო? ნელა ვხატავ, რადგან არ მინდა რომ ნახატი ამერიოს და ანუ უშნო გამოვიდეს. როცა ჩქარობ, შეიძლება ბევრ რამე შეგეშალოს და მე აღარ მოგეწონოს ნახატი. ამდენაჭკვიანი. ანუ რაზე ფიქრობ ხოლმე როცა ხატავ? კონტურებზე თუ აი რაღაცა წარმოდგენა? ჩვეულებრივად მონელებული. ხო რა. ძალიან კომფორტულად ვარ. როცა და ფერები თვითონ მოდის თუ თვითონ მოდის. ხო და აი რა შეიძლება ნახატებს, ნახე, აი ფორთოხლები მე ვანახო. კარგი. ფორთოხლები. აი ზოგადად პორტრეტი იქნება, ნატურმორტი იქნება, უფრო პეიზაჟი, უფრო შენი რომელია? რა უფრო მოგწონს თუ ყველაფერს ხატა? ყველაფერი მომწონს. ანუ ყველაფერს ხატა. ხო და აი როგორ განწყობის ამბავია, აი რა ხასიათზე ხარ ისე, ხო? რა ხასიათზე ვარ. კი და
ვისთვის ხატავ? მე ვიცი რომ ოჯახის წევრებს ანებივრებ შენი ნამუშევრებით. უფრო ოჯახის წევრებს ვუხატავ. ბებია ბაბუას? კი. დაბადების დღეს დავუხატე ბებოს დიდი ნახატი. და რა დახატე? ყვავილი, აი ესე დიდი გადაიშვა. რამხელა ბედნიერება და წარმომიდგენია, ხო, ბებია და ბაბუა რა გახარებულები არიან და ირმა თქვენ უნდა კითხოთ, ხო? ამასობაში თქვენ ხატავთ, ხო? კიო, ჩემთვის ხატავთ და აი მაინტერესებს რომ მე ვხატავ კარგად. მე ესე ვფიქრობ, რა ვიცი. უფრო ალბათ ეს არის ხატვა როგორც პროფესია არა, უფრო არის სიმშვიდისთვის, ხო, რელაქსი. აი ზუსტად, რელაქსია ჩემთვის ალბათ უფრო, როცა აი რაღაცაზე ძირითადად ვაკვირდები, როცა რაღაც მაწუხებს, ან რაღაცა შინაგანად ცოტა ისეთი აფორიაქებული ვარ, მაშინ მიყვარს ჩანახატების გაკეთება, რომ აი გადავიტანო და არ ვიფიქრებ. კი, ეს მართლა რელაქსია, სწორედ აღნიშნეთ. დიახ, აი პროფესიას რაც შეეხება? პროფესიას ნუ არ გამოვიდა, რომ პროფესია ყოფილიყო, თუმცა დავდიოდი და რამოდენიმე თვე რასაც ქვია და შევწყვიტეთ, რადგან მუსიკა იყო პრიორიტეტი, მუსიკოსიც არ გამოვედი. ხა ანამაც მაგალითად მუსიკას მოისურვა და მუსიკაზეც დადეს, ახლა ფლეიტაზეც და ფორტეპიანოზეც. ფლეიტაზე დადიხარ? ხოვანებულია, იმდენად უხარია, რომ ჩემი საყვარელი ინსტრუმენტია ფლეიტა. გიждდება ისე ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი პიანინოა და მეორე ადგილას ფლეიტას და არ გაგიჭირდა თავიდან ბგერის გამოშვება ფლეიტაზე. არა, ეგრევე გამოუშვი? დიახ. გასლაპარაკო, ესე კი ფლეიტა მიგიღო, იმიტომ რომ ეს ყველა ვერ აი მასწავლებელმა ცეკ თქვა, თითო ცოტაო და პირველივე გაკვეთილზე 3 მინუტი უკვე ასწავლა, გაგიჟებული იყო ეს ქალი, რომ როგორ მომავალში ფლეიტით მოგიწვევთ. დიახ. და ნენეს რაც შეეხება მუსიკასთან მეგობრო სიმღერასთან? ისე რა, დიდად არ მიყვარს. და როცა ხატავ აუსმენ არაფერს. კი. ან შენი არის მხატვრობა? კი, ნენესი არის მე ვისუვიძახი რომ შვილი იმდენად არა რამდენადაც ნენეს, იმიტომ რომ ნენეს მართლა აქვს ეს მონაცემები და თავისით ვითარდება თან. აი ხო არის ასწავლიან რაღაცას. ეს ფორთოხლები უკვე ზრდასრული და ძალიან ჩამოყალიბებული ხატრული აზროვნების მქონე ადამიანის ნამუშევრია მართლა. დიდი ხანით ხატავდა ფერებსაც, რა ვიცი. მე მართლა ესე ვფიქრობ, რომ ნენეს აქვს ხატვის ნიჭი და ნამდვილად ის ყველაფერს ცდილობს რომ გააკეთოს. აი რა გამოვა საბოლოო ჯამში არ ვიცი, მაგრამ ნენეს იმედი მაქვს. ნენე, აი ფერებს რაც შეეხება, შენი საყვარელი ფერი რომელია? ცისფერი. ცისფერი და ანუ დომინირებს ნახატებში. კი და აი როდესაც ფერებს ვავ, ხო? ცისფერი სხვა ჩვენ ძალიან ბევრ ფერს უხდება. კი, გეთახმებით. კი და მართლაც საოცარი ფერია. ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფერი მინდა გითხრა, ცისფერი და ლიმნისფერი დომინირებს შენთან? კი და აი როდესაც რაღაცას ხატავ. კი, ნუ აი როგორც აღნიშნე, დედა მოგაწოდებს იდეას და მადლობა დედას, იმიტომ რომ მე ამ იდეის განხორციელება ხდება, ხო? აი შენით ინსპირაცია რა, აი რამეს დაინახავ, ან რამე მოხდება და იფიქრებ რომ აი მე ამას დავხატავ. აი ბებიას დაბადების დღეზე დაუხატე, ხო? ანუ ის შენი გადაწყვეტილება იყო რომ ბებიას ვაჩუქებ ყვავილს. დიახ. ვიცოდი რომ მისი დაბადების დღე მოდიოდა და გადავწყვიტე რომ ყვავილებიც უყვარს და ყვავილს დავუხატავ. და ვინ არის ის პირველი ადამიანი, რომელიც შენს ნახატს ანახებ? უფრო დეიდა გამოდის. დედა არა? დედიკოს. რადგან დედა აწვდის იდეას, რა თქმა უნდა დედას ანახებს, მაგრამ ისე ხდება რომ როცა ამ ნახატს ასრულებს, იქ ვარ მე და ავტომატურად მიწევს ამის ნახვა თორე. ალბათ შინაგანად მაინც დედას ანახებდა, მე ესე ვფიქრობ, მე რო იქ არ ვიჭდე. რა თქმა უნდა. მე და წაკითხული წიგნი თუ გაძლევს ხოლმე რაღაცის დახატვის ინსპირაციას ან იდეას. ავი წიგნთან მეგობრობ? არა. რატო? უნდა დაიწყო მეგობრობა წიგნთან. ხო, არა, მე ვიცი, იმიტომ რომ ხატავს და იმას ხატავს, რომ დრო არ რჩება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყებ კითხვას, შენი საყვარელი პერსონაჟებიც გაჩნდებიან და შეიძლება მე მათი პორტრეტების ხატვაც დაიწყო. ანას უყვარს ხატვა. ის ადრე კითხულობს, უწევს კითხვას, სხვა გზა არა აქვს. შეგიძლიათ თქვა? იყვარს კითხვა?
საშუალოდ. საშუალოდ. თანაწონსთან არა. ნენეს უნდა რაღაცის თქვა მე მგონი ხო? აი მაგალითად ფილმებს რო ვუყურებ ხოლმე თუ აი მაგ ფილმის წიგნი არის დაიყიდება, ყიდულობ ხოლმე და ვკითხულობ. ხედავ. და ხო სულ სხვა არის ციგნი მე. აი ზოგი წიგნი ხა წაკითხული მაქვს, რაც მიყვარს ზოგადად ფილმებიდან. ყველაზე მეტად აი რომელი ნაწარმოებია, ნუ აი ზღაპარი, თუმცა პატარა ხარ კი 12 წლის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკვე ესე აზროვნებ, რომ შეგიძლია ზღაპრებსაც გასცე. ჩემი საყვარელი წიგნი არის კორალაინი. და დახატე რამე? ჯერჯერობით არა. მაგრამ სახში დახატული მაქვს ბევრი ნახატი მის. მე როგორც ვიცი, თქვენი სახლი მოფენილია. კი, შენი ნახატები. პატარა გალერეა. და იცი რა, სტუდიაში დადიხარ მესმის და გამოფენაზე გიფიქრია? თუ ძალიან პატარა ხარ ჯერ გამოფენისთვის. გამოფენა გვაქვს. სტუდიაში გაქვთ ყოველ წელს არის. ანუ ალბათ პერსონალური არა, ერთობლივი. კი. ყველა მოსწავლეს თავის ნახატები 2-3 ნახატი გამოაქვს. და მე დიპლომებს გვაძლევენ. გასაგებია. ანა თქვენთანმა კიდევ ერთ შეკითხვა, აი ნინო საჩუქართან დაკავშირებით, როგორ დაინახეთ ეს ყველაფერი, რომ მართლა როგორ მოხდა ნინოს და როგორ მოხდა ეს, ანუ თვითონ გიკარნახა მგირჩებმა, რომ ეს უნდა გააკეთოთ თუ რანაირად მოხდა ეგ? მართლა უცნაურია ძალიან. ადერე გავაკეთე ეგეთი მსგავსი ოღონდ 5-ისგან გავაკეთე და მომივიდა აზრად რომ ტილოზე რომ გავაკეთო ხო და ფერები შეურჩიე ფონს რომ უხდება და ნინოსაც როგორ მოხდა და იცი რომ ცისფერი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარლესი ფერი და იასამნის ფერი მართლა როგორი დამთხო მე ვიცოდი მე შევნიშნე მივხვდით ხო ფოტოებით ხო დღეს იმდენ დამთხოვა მე უფრო ცისფერი და ყვითელი შეუფერე ძალიან ლამაზია ულამაზესია და ისევ ამას მინდა მივუბრუნდე კატა პანჯარასთან ხო და როგორი ვარსკვლავიანიც არის დიახ თიხა და შენი გაკეთებულია ნენე კიდე აი თიხაზე მუშაობა არ არის ადვილი ამას თავისი სპეციფიკა აქვს რა თქმა უნდა დრომი აქვს რამდენად სწრაფად აკეთებ და რა ინტენსივობით ხშირად მუშაობ თიხაზე კი ძალიან მიყვარს თიხით მუშაობა ნეტა კიდე წამოგეღო ნამუშევრები აი შემდეგში რომ მოხვალ აი გამოფენა რომ გექნებათ გამოფენის მერე რომ მოხვალთ აუცილებლად მოიტან თიხით ნამუშევრებს კარგი და აი ხმის რეჟისორი გვეუბნება რომ თქვენი დრო იწურება და დასანანიერო ფლეიტა რა გაქვთ ხო და მე გითხარით რომ ძალიან მალე გაირბეს დრო თქო სტუდიაში და გახთხო ამის მართალი ვიყავი ხო და ირმასაც მინდა ვკითხო ნამდვილად ისე გაირბინა დრომ რომ კი ნერვიულობა ვერ მოვასწრე. აი მე ხო გითხარით ხო დაგვირდით რომ არ ინერვიულებთ ხო? და აი ხა უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და დაგვირდი რომ კიდევ გვეწვევი და სამომავლო პროფესიაზეც არ მიკითხავს. ან მინდა რომ ვიყო მხატვარი და სტუდია გავხსნა, ან მინდა გამოვიდე დიზაინერი. ხო, მაი ყოველ შემთხვევაში ხატვა ყველგან გამოგადგება. და ანა რას აპირებს? ხატვარი მინდა გამოვიდა ყველაზე მეტად და მუსიკაც მინდა რომ ასწავლო ბავშვებს. მშვენიერი ხელოვანი ბავშვები, ხელოვანი ოჯახი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ აღარ შეგეკითხებით ახლა რას აპირებთ, იმიტომ რომ ხატავთ, თქვენი ჰობია და თქვენი რელაქსი. მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის. მადლობა დედიკოს და მამიკოს. და დედას ვთხოვთ, რომ იდეები ძალიან ხშირად მიაწოდოს ნენეს, იმიტომ რომ შემდეგ არაჩვეულებრივი ნამუშევარი და ის ნამუშევარი მიშა და იმით დავემშვიდობოთ, აი დედიკო და მამიკო ისე მომწონს ის ნახატი კიდევ ვანახოთ ჩვენს მაყურებელს. არა, ეს არაჩვეულებრივი იდეა, არაჩვეულებრივი ფერები და არაჩვეულებრივი ბავშვები მე გამოვიხედავ. დიდი მადლობა დროებით და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ნენე ზაალიშვილი, ანა თოთაძე გვარი მე ვთქვი არამერიოს თქო და დეიდა ირმა არაჩვეულებრივი ოჯახი დროებით ჩვენ მალე დაგიბრუნდებით უკვე ბესო კალანდაძესთან ერთად